შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართება. თბილისში ის სტარტს ამ წუთებში პირველი რესპუბლიკის მოედნიდან იღებს. სადღესასწაულო მსვლელობის დროს ალილოს მონაწილეებს ოცნების პრეზიდენტი, ასევე ოლიგარქის პარლამენტის წევრები შეხვდებიან. მსვლელობა დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც შობის პარაკლისი შესრულდება. მსვლელობა 4 საათამდე გაგრძელდება, რა დროსაც ავტომობილები გადაადგილებას ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ. ალილოს მსვლელობაა დაგეგმილი საქართველოს სხვა ქალაქებშიც. თაკო მაისურაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში თბილისიდან. თაკო, გისმენთ. დიახ, გიორგი, ამ წუთებში იღებს სტარტს მსვლელობა. ალილოს ტრადიციული მსვლელობა იწყება ზუსტად რესპუბლიკის მოედნიდან, რომელიც სამების საკათედრო ტაძართან გაგრძელდება. ადამიანები სხვადასხვა ფორმებით არიან წარმოდგენილი, სარიტუალო ფორმები აჩვიათ, მათ აგროვებენ სურსათ-სანოვაგეს, რომელიც შემდეგ გადაეცემა ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებს, პენტენციურ დაწესებულებებს. ისინი აღნიშნავენ შობის დღესასწაულს და დღეს სწორედ 7 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანების ნაწილი აღნიშნავს ქრისტესობას და დღევანდელი მსვლელობა დაიძრება წუთი-წუთზე, გადაინაცვლებენ როგორც გითხარით სამების მიმართულებით. ამის გამო რამდენიმე ქუჩაზე შეფერხებულია მოძრაობა, თუმცა ეს ყველაფერი გაგრძელდება 4 საათამდე და ზუსტად ახლა ჩემს უკან ხედავთ როგორ დაიწყება მსვლელობა. შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარები, რომლებიც შევწერეთ. დღევანდელი დღე არის იმედის, წმენის, სიყვარულის განახლების და გამრავლების დღე. ყველას მინდა ვულოცოთ. დღევანდელი მსვლელობაც ამის განხორციელების ერთ-ერთი გზა და მეთოდია. ერთგვარად იმ მოგებსაც განვასახიერებ დღეს, რომელიც მაცხოვართან მიდიოდნენ, ეძებდნენ მას და მიულოცეს დედა ღვთისმშობელს, მიართვეს მაცხოვარს ოქრო, გუნდრუკი და მური. ასევე სოციალური მსახურების ნაწილიც არის დროდება შესაწირი, რომელიც შემდეგ იმ ადამიანებს დაურიგდება, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. დღევანდელი დღე მოგესალმებით, რომ შობის დღესასწაული საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნება, ხოლმე შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ საბადრაქოს დახმარებით ახალგაზრდები მაქსიმალურად ჩართული ყავთ ამ მიმართულებით და დღევანდელ დღეს ვარ წარმოდგენილი როგორც ლიქარის ფორმებით, ასევე მოგვის ფორმებით და სხვადასხვა ქრისტიანული ფორმებით. შესაბამისად დღევანდელი მსვლელობა დაიწყება რუსთაველიდან და ავართ სამებამდე. იქნება გარკვეული ფიგურები, რასაც ცნობის განმავლობაში უშუალოდ გამოჩნდება ეს ყველაფერი. ჩვენ დავიწყებთ მსვლელობას რესპუბლიკის მოედნიდან, ანუ აქედან დასრულდება სამებაში და შემდეგ ნობადი რაც მოგროვდება დაურიგდებათ მოხუცთა თავშესაფრებს და ომზრუნველნი მოკლებ პატარა ბავშვებს. ყველას გილოცავთ სრულიად საქართველოს მრავალ საესწარით. დიახ, მსვლელობაზე გამოჩნდნენ ქართული ოცნების წევრებიც. შალვა პაპუაშვილს ჩვენ დაუსვით შეკითხვა ნათლისღებასთან დაკავშირებით დაანონსებულ შეწყალებებზე, იქნებიან თუ არა სინდისის პატიმრები მათ სიაში, ვის შეწყალებასაც მიხეილ ყაველაშვილი აპირებს. მათი თქმით, ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ ეს არის მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილის გადასაწყვეტი, თუმცა ცალსახად არ ეთანხმებიან მათ შეწყალებას იმის მიუხედავად, რომ სასულიერო პირების ნაწილმა გუშინ თქვა, რომ შეიძლება გადაჭარბებულიც იყოს მათ მიმართ გამოყენებული სასჯელი. ეს გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია, ამიტომ მისი გადასაწყვეტი არის ვინ როდის და რა მოტივით შეიწყალოს. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დანაშაულს მოხდეს სასჯელი, ერთი და მეორე, ვისაც ყოფნის იმის სითამამეო ჩაიდინოს დანაშაული, იმის სითამამეც უნდა იყოს, რომ ამ დანაშაულისთვის პასუხი აგოს. როდესაც ბრიუსელის და ზოგიერთი მათი სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის წარმომადგენლის საუბარი ამბობენ უსამართლო გასამართლებულებზე, რაღაც ასე ტერმინია. ვინ არის უსამართლო? მოლოტოვის კოქტეილი არის უსამართლობა? ეს თქვენი აზრით არ უნდა იყვნენ შეწყალებულები სინდისის პატიმრები? ერთხელ თავარი საკითხი არის ერთი, რომ ის ვინც დანაშაულს უნდა ეწოდოს დანაშაული. თქვენ რა გვგონიათ მოლოტოვის კოქტეილი რისი სიმბოლიზმია? ზუსტად აი იმ შუა საუკუნეების კოცონზე დაწვის ადამიანისა, ვისაც არ ეთანხმებოდი იდეოლოგიად. ამის სიმბოლო არის მოლოტოვის კოქტეილი და ამ ხრივ კი ბატონო ეს ნამდვილად პროევროპული არის, ოღონდ რამდენიმე საუკუნის წინამდე. მე არ ვიცი ვინ იქნებიან ამ სიაში, თქვენ იცით რომ იგეგმება და დაანონსებულია ნათლისღებას მასშტაბიანი შეწყალება, მინდის შეიწყალეს პრეზიდენტი, ეს თავად პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ისევე როგორც უნდა თუ არა შეწყალება კონკრეტულ ადამიანებს, ესეც მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ვიცით არაერთი პატიმრის განცხადება, რომ ისინი არ ითხოვენ შეწყალებას და არ აპირებენ იყვნენ შეწყალებულები, თუმცა დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღეს პრეზიდენტი და ვინ იქნებიან შეწყალებული ნათლისღებები. როგორც
ხარით მსვლელობა იძრება ამ წუთებში და მრევლი და სხვადასხვა მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები განაგრძობენ მსვლელობას სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, სადაც დაესწრებიან წირვას.